Так, ну, პრინციპში ყველა ნივთი რაც კი მჭირდებოდა უკვე ავიღე და შემიძლია ეს სახლი ცოტა გავალამაზო. მეგობრებო, მოგესალმებით თქვენთან ვარ საბა და არხიგებოდი 803 და დღეს მეგობრებო, აბა თუ იცნობთ აი ამ სახლს, რასაკვირველია მეგობრებო, ვინც უყურა წინა ვიდეო, ვინც არ უყურა წინა ვიდეო, უყურეთ ძალიან საინტერესო გამოვიდა, მოკლედ ვინც უყურა წინა ვიდეო თქვენ იცით, ვინც გამიკეთა იმას გადაიღო უკვე, ვინც გამიკეთა ეს სახლი გამიკეთა იმ ჟიტელიკო, რომელიც აი ამ სახლში ცხოვრობს, ჟიტელნიკმა ფერმერმა, ვინც არ უყურა წინა ვიდეოს, საოცრად უყურეთ, ძალიან საინტერესო გამოვიდა. მოგეთ მეგობრებო, აქ ცოტა მოვაშორე ყველაფერი, აქ საწოლები მოვაშორე ყველაფერი და დღეს მეგობრებო, მე მინდა გავალამაზო ცოტა ეს სახლი. მე წინა ვიდეოში გთხოვეთ, რომ თქვენ კომენტარებში დაგეწერათ, დავტოვოთ თუ არა ეს სახლი. ჯერჯერობით მეგობრებო, კომენტარებში არაფერი არ დაწერეთ, მაგიტომ ჯერჯერობით მეგობრებო, დავტოვე ეს სახლი. პრინციპში მეგობრებო, ძალიან მომწონს. ეს მაგიტომ მოით პრინციპში აქ იცით როგორ მინდა გავაკეთო, აი ეს როგორღაცნაირად ასე და ასე. ჯანდაბა მაშინ წიგნის თაროები არ მყოფნის. და აი აქ მინდოდა ვერსტეკი დამედო, მაგრამ პრინციპში არ გამომივა. მაგიტომ მოით აი ასე დავტოვოთ ჯერჯერობით და აი აქ სადმე ვერსტეკი დავტოვოთ. აი მეგობრებო, ყველაზე მეტად აქ მომწონს აი აივანი, აი ძალიან ლამაზი აივანი, აი ვიხედები და იმ მხარესაც ხედავ, იმ მხარესაც და თლიან სოფელსაც კი. ნუ კაი, პრინციპში ეს უკვე გავალამაზე პრინციპში და წავიდეთ ახლა ცოტა მინდა მეგობრებო, აი აქ დავდგას მაგიდები, და მეგობრებო, სკამები დამოვიწყდა. ოკეი, ახლა წავალ სკამებზე. პრინციპში ისე უკვე მომწონს, სიმართლე გითხრათ. მაგიტომ მოით ახლა წავიდეთ და ჟიტელნიკო, გამარჯობა და რა შვები აქა? საბა, ძლივს დაგელოდებოდი უკვე 10 წუთია რაც. მოკეთ შემოვიდი შენ სახლში დიდი ბოდის გიხდი, იმიტომ უბრალოდ არ მიხებდი კარებს. მოკლედ, მე მინდა შენ შემოგთავაზო ერთი ძალიან საინტერესო რუკა, რომელზეც არის განლაგებული ძალიან საინტერესო ნივთები. და რა რუკაზე მეუბნები? Так, სუპერწოს მოდი ახლა ჩავდებ ამ წიგნის თაროს და აბას რაღაც დამაინტერესე და რა რუკაა ესა? ნუ მოკლედ საბა, მაგ რუკაზე ეს რუკა მე თვითონ შევქმნი და ძალიან მოგეწონება, რაც კიდევს მანაი. მართლა გეუბნები. მოკეთ, მე შემიძლია შენ გაყიდო ეს რუკა 2 სტაკი და 32 ისუმრუდად. რა? 2 სტაკი და 32 ისუმრუდი? და შენ იცი რომ 2 სტაკი და 32 ისუმრუდი, მე შემიძლია 2 ცალი ესეთი სახლი ვიყიდო. რა 2 სტაკი და 32 ისუმრუდი? მან რა არ ვიცი, ოქროს არ ვიცი, იქ ოქროს საათია, თუ არ ვიცი, ახალი სახლია იქ რაღაცა, ბინა, თუ რა არის, რა შეიძლება ღირდეს მინიკრაფტში 2 სტაკი და 32 ისუმრუდი, თუ ეს არ არის მაგალითად რამე სახლი ან რამე ოქროს საათი ან რამე ასეთი. ნუ საბა, ეს უკვე შენ უნდა ნახო და მე როგორც ვიცი შენ ახლა თან იღებ ვიდეოს და ეხლა აი წარმოიდგინე როგორ მოეწონებათ შენს გამოვწერებს, როგორ დაინტერესებულები არიან რა არის განლაგებული მაგ რუკაზე. ჟიტელნიკო, არ ვიცი, მეგობრებო, აი თქვენი აზრით ახლა მჭირდება ახლა ეს რუკა? 2 სტაკი და 32 ისუმრუდი. არ ვიცი, მაგრამ მე 35 ისუმრუდი მაქვს და კაი, ჟიტელნიკო. ვარ, კაი, უარზე არ ვარ. მოგეთ მეგობრებო, იქ 35 ისუმრუდი მაქვს, ხო? ძალიან ცუდია მეგობრებო, ახლა მომიწევს დავხარჯო ჩემი ისუმრუდები, ხო მეგობრებო, თქვენ უკვე იცით რომ აქ ჩემი საიდუმლო 5-ია და შეხედა 2 სტაკი ისუმრუდი ზუსტად აგდევს. ძალიან მეწოდება ახლა ამ 2 სტაკის დახარჯვა, მაგრამ მეგობრებო, და რა გქენი ახლა? მაგრამ მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს რა არის განლაგებული მაგ ადგილას, მაგიტომ კაი ჟიტელნიკო, მე დათანხმებული ვარ. აი შენი 2 სტაკი ისუმრუდის, აიხე. Так, და კიდე 32, ხო? მეგობრებო, როგორ არ მინდა. კაი და აი კიდე 32 ისუმრუდი, აიღე.
Так, და კაი, ახლა მომაწადე რუკა. ოპა და აჰა. Ну, в принципе, კაი ავიღე და კაი გასაგებია. Так, აჰა. კაი, სიწინიკო, მადლობა დიდი რომ მომეცია. იმედია რომ არ მომატყუე და მანდ მართლა რაღაც მაგარი რაღაც ოქროს საათი ან ამის სახლი პინთჰაუსია. კაი, სიწინიკო, კარგად. კაი, სამა დიდი მადლობა რომ აიღეს რუკა, ნახვამდის. კაი, სიწინიკო, так, კაი, მოგიბრუნ მაით ახლა ეს რუკა ავიღოთ და კიდე რაღაცეები. თან მეგობრებო, აი წარმოიდგინეთ ახლა აი მე მომიწევს. აი შეხედეთ აი სამი სუმრუძე კიდე 2 კვირა უნდა ვიცხოვ ხო მეგობრებო, აი 2 კვირაში არის ჩემი ხელფასი. იმედია მეგობრებო რომ მანდ მართლა აი რამე კარგი სახლი, ან რამე ოქროს რაღაც ნივთები, არ ვიცი, ოქროს საათი და ასეთი რაღაცები. იმიტომ ხოდ ეს შეიძლება ღირდეს მინიკრაფტში 2 სტაკი და 32 ისრუდი, მეტი არაფერი. Так, окей. Так, рука Макс. Так, მოით მეგობრო, პრინციპში ბევრი რამ არ ავიღოთ. პრინციპში ძალიან დიდი გზა კი მომიწევს, მაგრამ არა უშავს. Так, ავიღოთ ამასის ხმალი, ავიღოთ, რამე საჭმელი, აი 1 სტეიკი, კაი 2 სტეიკი. Так, მეტი პრინციპში არაფერი არ მჭირდება. Так, ტელეფონი რასაკროელია, მამ ტელეფონს ჯიბეში ჩავიდებ. ოპა. Так, მაშინ რა ვქნა ახლა? კაი, ამ სახლს ჯერჯერობით მივანებებ თავს, მეგობრებო, მთავარია ძალიან მაინტერესებს რა არის განლაგებული იმ ადგილას, რომელიც არის განისახიერებული, ასე ვთქვათ, ამ რუკაზე. Так, მოით ახლა მეგობრებო, ჩავკიდოთ კარები. აჰა და მეგობრებო, так, კარები ჩავკიდე. და წავიდეთ, მოდით მეგობრებო, ახლა ამ რუკის იმით так, სტოპსად მივდივარ. Ну, в принципе, კი ასე უნდა წავიდე. Так, მაგიტომ მეგობრებო. Так, ну, в принципе, ჯერჯერობით ზუსტად რუკაზე მივდივარ. კაი, მეგობრებო, მოით ახლა გაგითიშებით და ცოტა ხანში ჩავრთავ კამერა. Так, აჰა, გამოის პრინციპში ჯერჯერობით მეგობრებო სწორად მივდივარ. ისე გითხრათ, რაღაც ძალიან მაგონებს ეს სოფლიო რაღაცის მეგობრებო, აი თითქოს აი ერთხელ თუ ანუ რამოდენიმეჯერ აქ ვიყავი. შესაძლებელია უბრალოდ მევანდება, ოკეი. Так, так, იქ ოკეანეა და გამოის იქ უნდა წავიდე. მოგეთ მეგობრებო, უკვე შეხედეთ, უკვე გათენდა და მე წარმოვიდგინეთ კიდე არ მივედი, კიდე სადღაც ძალიან დიდი ხანი მომიწევს, როგორც მინიმუმ რამოდენიმე საათი კიდე უნდა წავიდე. მე უკვე მეგობრებო, აბსოლუტურად ყველა სტეიკი შევჭამე, რაც კი იყო. არც კი ვიცოდი მეგობრებო, რომ ასეთი მოგზაურობა იქნებოდა. თუ ვიცოდიო ასეთი მოგზაურობა იქნებოდა, 2 სტეიკს კი არა, 10 სტეიკს ავიღებდი და კიდე ტორტებსაც მივაყოლებდი. Так, стоп, სწორად მივდივარ. ხო, პრინციპში იქ ახლა მდინარე უნდა იყოს სადღაც. ხო, აი მდინარე და მე აი ამ მთაზე უნდა ავიდე. მეგობრებო, რაღაც აი ძალიან მაგონებს აი რაღაც ლანდშაფტი ძალიან მაგრად რაღაც მაგონებს. კაი, პრინციპში შესაძლებელია უბრალოდ მევანდება. Так, მთა და აი ამ მთას უნდა მოვუაროთ და აი იქ უნდა წესით დადარიგით, როგორც მივხვდი, უნდა წავიდე. ოკეი. Так, კაი, მეგობრებო, მოით ახლა მე გავაგრძელებ ჩემს მოგზაურობას. ერთად მოით ავიდეთ ამ პატარა გორაკზე. და ხო, პრინციპში აი გამოის აი იქ უნდა წავიდე. მეგობრებო, შეხედეთ, აი ხო დილა და მე კიდე მეგობრებო არც კი მეძინა. პრინციპში მინიკრაფტში ისე არ გძნობ ამ სისუსტეს. Так, ოკეი, ძალიან ადვილია. პრინციპში ახლა ამ გორაკს გავივლი და მე წესითად რიგით უნდა რამოდენიმე საათში მივალ ჩემს ასე ვთქვათ მარშრუტზე. ოკეი. გამოის ახლა ასე უნდა წავიდე. კაი, ოპა, მეგობრებო, შეხედეთ რაღაც სოფელი შემოხტა. კაი, პრინციპში ეს სოფელი არ მაინტერესებს. კაი, მეგობრებო, მოით ახლა მე ასე ვთქვათ გავდიშავ ცოტა ხანი კამერას და თქვენ ცოტა ხანში ჩაგერთვებით, ეს უკვე მივალ ასე ვთქვათ ჩემს მარშრუტზე. უკვე აღარ შემიძლია, ფეხები უკვე ახლა მომტყდება. კიდე ეს გორაკებიც კიდე უკვე დამტანჯეს ამ გორაკებმა. სად არის? Так, стоп, მეგობრებო, კიდე სულ 5 წუთი. სულ 5 წუთი და
დამთავრდება მეგობრებო ვერ წარმოგიდგენთ უკვე მეორე დღე იწყება მეგობრებო 2 დღე უკვე გავდივარ ამ ყველაფერს და ჯერ კიდე ვერ მოვაწყდი არაფერს მოსეს так так მეგობრებო ეს ის სოფელია სადაც მელოდება ის რაღაც საჩუქარი რომელიც ჟიტელნიკმა 2 საათი და 32 სუნდით რომ მომიმზადა так стоп так მეგობრებო რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე მელანდება მგონი ხომ ну მე ხო 2 დღე ვიარე და მელანდება მგონი так ეს მოიდება თვალები ერთად გავიწმინდო და რა მეგობრებო ვინც იცის ან ვინც არის ასე თქვა ჩემი ძველი გამომწერი იცის რომ ეს არის ჩვენი მეზობელი სოფელი ну ხო აიქ მერის სახლი ეს არის ჩემი ნასყიდის სახლი ასე ვთქვა და ვერ გავიგე და მოიces რუკა ну ხომ რუკით აი აქ უნდა აი ზუსტად აი ამ სახლში აი ჩემი მიერ ნასყიდ სახლში რაღაცა მელოდება так окей ვერ გავიგე ესე იცი როგორ ჟიტენიკმა იცის რომელი სახლი მე ვიყიდე და მე ვიცით როგორ იცის რომ მე აქ ვიყიდე საერთოდ სახლი ну кай მეგობრებო окей პრინციპში არ ვარ უარზე так მეგობრებო ნეტავი ახლა რა იქნება იქ იმედია ოქროს საათი პრინციპში რადგან სოფელში მოვედი გამო ის სახლი არ არის იმედია რა ოქროს ნივთები იქ ოქროს საათი ან დამე აი ასეთი მოგით რომელიც ღირს 2 სტაკი და 32 სუნუდი და так ну ჯერჯერობით ყველაფერი ამ ჩემი ინსტალაცია იქ საწოლი მაგიდა ფეჩები ვერსტაკები ჩემი 5 შეიძლება მეგობრებო ამ 5 იყოს ერთად ხო მეგობრებო აი აქ წესით და რიგით აი ამ უკვე ადგილას არის так მით 3 2 1 და მეგობრებო წავალ ერთი ამ ჟიტელნიკს და წავათრევ აი ამ სოფელში იცით რატომ ეს რა მეგობრებო ვერ გავიგე სტოპ მიწა თევზი და ჯოხი მე ამაზე გადავიხადეთ ხო 2 სტაკი და 32 სუნუდი მეგობრებო მე მომატყუეს მინიკრაფტში მე მეგობრებო მომატყუეს 2 სტაკზე და 32 სუნუზე კაი ნუ თუ მეგობრებო კაი ნუ თუ მე 16 სუნუს კაი ნუ თუ მე 32 სუნუს გადავიხდით ეს კიდე არაფერი არ არის მაგრამ 2 სტაკი და 32 სუნუდი მეგობრებო მე შეიძლება ვთქვა უკვე ღარიბი ვარ იმის გამო რომ 2 კვირა უნდა ვიწყო 3 სუნუძი და რა მივიღე 22 თავსი 15 მიწა და ჯოხი ეს საერთოდ არ მჭირდება ეს საერთოდ გადავაგდებ ამას ეს ამაზე მეგობრებო ამაზე გადავიხადე 2 სტაკი და 32 სუნუდი სად არის ეს ჟიტელნიკი მეგობრებო ამის გამო ვიარე 2 დღე წვალობდი საჭმის გარეშე ყველაფრის გარეშე აი უბრალოდ საფრთხეში მქონდა სიცოცხლე 2 დღე საერთოდ არც კი მეძინა დაღლილი ვიყავი და აი ამის გამო იმისათვის რომ მივიღო მიწა და თევზი და კიდე ჯოხი კიდე საჩუქრად ამისათვის გადავიხადე 2 სტაკი და 32 სუნუდი ხომ მადლობა დიდი ამ ჟიტელნიკს აი დიდ მადლობას გადავხდი ოდესაც ამ სოფელში მივა ნუ რა არის ეს ნუ მართლა ნუ აი როგორი არიან რა მატყუარები არიან ჟიტელნიკები ჩემი სოფლიდან რა არის ეს ანუ მეგობრებო მართლა ის საფრთხეში იყო ჩემი ცხოვრება 2 დღე არ დავიძინე 2 დღე იქ ზომბები შეიძლება შეხვდები იქ მგლები დადიოდნენ ტყეებში უსაჭმელად ვიყავი შეერი ვარ მეგობრებო ვერც გამოვიდგენთ როგორ და კიდე აქ გადამაგდეს ძალიან მაგარია მეგობრებო დიდი მადლობა ასეთი საჩუქრისთვის ახლა წავალ და დავუნგრევ ამ ჟიტელნიკს სახლს მეგობრებო მე ვიცი სადაც ცხოვრობს ეს ჟიტელნიკი ჯერზეც გამოვართ მე 2 სტაკსა და 32 სუნუს წამართვა მეგობრებო აი რბილინში წამართვა მეორე ზეთი მერს მოუყვები ამ ამბავს ნუ რა არის მეგობრებო არც კი ვიცოდიო ჩვენს სოფელში ასეთი მატყუარა ჟიტელნიკები ცხოვრობენ მეთქი აი 2 სტაკი და 32 სუნუდი და რამე ოქროს ნივთები ან რამე სახლი მანქანა ან რამე ასეთი მიწა თევზი და ჯოხი აბა რა მეგობრებო აბა რას ვისახურებდი ამ ფულზე
კაი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგიწევთ ეს ვიდეო და ალაიქეთ. მე კი წავალ ახლა ჩემს სოფელში არ ვიცი როგორ კიდევ ორი დღე მომიწევს წასვლა. მადლობა დიდი რომ უყურეთ ამ ვიდეოს. ახლა კი მეგობრებო დაგემშვიდობებით. ნახვამდის.